ამ ეტაპზე იქნება სულ სხვა სახის დავალება. გიორგი ქავთარაძეს და მთელ 14 ჯგუფს გაქვთ ერთი კვირა იმისთვის რომ შეასრულოთ დავალება, უნდა შექმნათ ისეთი რამ, რაც თქვენს გულს და სულს გამხარდება. იდეა არის რეალურად რომ ვიღებთ ადამიანს რომელმაც დატოვა სოფელი რა. ორ ჯგუფთან მიწევს ერთდროულად მუშაობა. იმედი მაქვს რომ ბავშვები შეეწყობიან ერთმანეთს და საბოლოოდ კარგ პროდუქტს დადებენ. ეხლა მივდივართ ლოკაციის სანახავად ბასანაულში, ჩადის ციხე ქვია ამ სოფელს. მანამდე სანამ იქავალთ უნდა ვნახოთ პერსონაჟი რომელსაც გადავიღებთ. მე მზათავად შემოგი. სცენა მეხუთე, დუბლი პირველი. გავიდე. ამოსულები ვართ ძალიან მაღლა და დაეთყო აქაურობას უკვე სიმაღლე გაწვიმდა ცოტა. სამი სცენა დაგვრჩა სულ სამი გადასაღები რა. ცოტა გადარჩა ძალიან რა. ეხლა კომპოზიციას აწყობს ავთო რა. მოკლედ ღამის გადაღება დავამთავრეთ დილის 6 საათსა და 40 წუთზე. ბავშვები წამოვლენ იმედი მაქვს ისე. ასე რა დაძინება რეში. გავაგრძელებთ გადაღებას. გუშინ მოხდა ეგეთი რაღაც რომ ღამე ქავთარაძემ ჩვენმა რეჟისორმა გადაწყვიტა რომ გოგოები უნდა ჩავსულიყავით ქვევით. ძალიან რთული გახდა რა, ყველაფერი ძალიან აცივდა. ხალხით რაღაც ისე აღარ იყო რა შემართული და ისე მოხდა რომ გოგოები წავედით და დაჩნენ ბიჭები მარტო, რამაც ძალიან შემაწუხა და აწყავნა მთელი ღამეები გააკეთა. ყველა მიციქდარში დაანცადები ვიყო ყველანი ყინვაში და თოვლში მთელი ღამე იღებდნენ. არა გათბობა, არა შუქი, არა გაზი, არა წყალი. აი რა მოცინებს. ეხლა დილას კარგად იყავი, შემღერე კიდაც მე დილით, კაც ვიქა. მაგრამ მოვალაგე ზოგი რაღაცები და რაღაცა დამიწყო ისე იმ ჭრილობა, წკენტა რაღაცნაირი. და ის რო აბა თქვენ ციცი ცოტა დროზე ადრე არ გაიხვიდეთ და არ ამოხვა გუნდთან ერთად ეგ მოხდა. მე პირადად ამას ვამბობ რომ როცა ვთქვით რომ დილის 7 საათზე უნდა ვიყოთ აქ და დავიწყოთ გადაღება ის მოხდა რომ ყველა აქ უნდა ყოფილიყავით. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის გოგოა თუ ბიჭია. ვიღებთ ყველანი ერთად. ეს არის ერთი გუნდი რა. აქ იმისთვის მოვედით რომ ესეთ ექსტრემალურ პირობებში ვიყო და ეხლა მსახიობი მიდის. ანუ გვეშლება რაც გადავიღეთ, მე აი ყველაფერი ჩაიშალა. არ ვიცი. და ეხლა დავამთხოთ კიდევ ერთხელ რომ რამოდენიმე საათი კიდე გადავიღოთ. აი მე ვერ მიმოძრაებდა. მე ჩემ თავს ვატყობ და მეზარება თუ რაღაცა ვარტისტობ თუ აფერისტობ. ტკივა და რა ვქნა. ტკივა. თუ წყალს წამლებს ამოვეტანინებ თუ რამე ისეთი. არა. მე ეხლა ისე არავა, ხო არ ვკვდები კაცო, მაგრამ მე ამ საქმეში ეხლა ვეღარ მიმოძრაებ და რატო ვიყო თქვენთან თქვენთან. აბა ხელი მოგიმართოთ თქვენ. ოპერატორები სად არიან? ბიჭო, სად წავით? ანუტო! სად არიან? კამერა დაიცა მსახიობი და დავეწიოთ და რაღაცა გადავიღოთ მაინც, ათხარ. მეორე ბატარია ავიდა. ბიჭო, მართლა ხო არ მეღადავებით? მე რატო გაიქცა ესე? მოსავლელი გზა არ არის? კიდან.
რომ ვინმეს ვერ გადავიღეს მაგის მაგივრად ზევით კადრებში და ზურგები რა უნდა დავეწიო და ქარმაუნთი უნდა გადავიღო რაღაცნაირად რაღაცე მორმიხარ, გითხარი მე სიმართლე როგორ. ბატარეაზე გააქვთ რავე? ამაზე 8 წუთი დარჩა. შენ მოდიხარ ზემოდან ტრასის რა? ხო გაუჩერე. ხო. და მე იქ უნდა ვიდგე. გაუჩერებ, როგორ ხარ კითხავს? მანქანას დაგიმაგრებთ ახლა რა კამერას. ხო. და ვილაპარაკებთ. ხო. ცოტა ხანი გადის და ეუბნები რომ გააჩერეთ ხო მანქანა რა? დიახ, გასაგები. გააჩერე მანქანა რა, ორჯერ უმეორებ რა. მანქანაში რო ზიხართ. ერთ 3 წუთში რა, აი თქვენ დიალოგი რო დაიძრება მანქანა, გაგიჩერებს მანქანას და წახვალ გადმოხვალ მანქანიდან და წახვალ უკან. დაბრუნდები აქეთ ამ ხარეს ჩადის ციხისკენ. და всё, წადი მე სადაც კი. აი, ეს მოიცან ცოტა. არა, მე ხო აი ხსნება ეს. აუ, არ გაგვიქცეს მაგრამ. არა. ნუ იყურები, იყავი ეგრე. რეზო პაპა, სად მიდიხარ? გაჩერდი. აი კიდექით, აი აქ. აქეთ იყურე, იქით იყურე მანქანა. კონკრეტულად პრობლემა იყო ის, რომ დროზე ადრე არ დავიწყეთ დილით გადაღება. ბავშვები, რომლებიც ვიყავით გაყოფილები, ერთი ვინც ზემოთ დარჩა და ვინც ქვემოთ, თანადროულად არ მოხდა მათი ამოსვლა. 7 საათზე რო დაწყებული იყო, სადღაც არ ვიცი რამდენ ხანში, მე მგონი სახიობი არ წავიდა. ვაფშე არაფერი. ძირითადი, ანუ რაზეც უნდა ამეწყო, ეგ ქარმაუნთი გადავიღე, ერთადერთი რომელსაც დავჭრი და ან გამოვა ან არა. დიდი თავგადასავალი გადაწყდა. ჩვენმა ძვირფასმა მსახიობმა დაგვტოვა, ესე ადეგა უბრალოდ და ვთქვა, რომ ცუდად ვარო და მე თქვენთან აღარ ვიქნები და წამოვიდა. ხო. დაგაცილებ, შენ რო იქ ყოფილიყავი. რო წამოვიდა ჩვენ გამოგვასწრო მე და ოპერატორებს და ვსდიეთ მთელი რივოკით. ძლივს ჩამოვიდით აი მოკლეზე. რამდენჯერმე წავიქესით კიდეც. ჩვენ ხო მოკლეზე ჩამოვიდით, მაგრამ იმან უფრო მოკლე გზები იცი. უფრო მოკლე და ძალიან გამოგვასწრო, მაგრამ ასე თუ ისე რაღაც კადრები მაინც ავაგროვეთ და რაღაცები გადავიღეთ. ძლივს მივდოდი რომ ვიღებდი. თან ლაპარაკობდა თან გარბულა. ძალიან ვინანე რომ წავედი სხვათა შორის გუშინ. არ მინდოდა წავსვა, მაგრამ ისე მოხდა რომ უნდა წავსულიყავით გოგოები. ვერც გავძლევდით აქ ისეთი პირობები. ზუსტად გოგოები აი. ხო. კინო მარიცის გოგო რა შუაშია გოგო, მართლა ვამბობ. ანუ არ მართლა არ უნდა წავსულიყავით. დებილი ვარ, რატო ქავთარაძეს რატო დაუჯერებებ? ფემინისტები ხო ფუსირანიოთი უნდა მოვიდეს. უნდა დაურჩენილიყავ და მივხმარებოდი, მართლა ვაღონთ რა. რას მეჩხუბები ერთი ვერ გავიგეო. ვერა. ეხლა ვფიქრობ რაღაც ან ალტერნატიულ ფინალზე, ან ეხლა ავთოაცნევს იქ ჩადის ციხეში ჩვენს ხმის რეჟისორს თორნიკეს იგივენაირ კოსტიუმს და უნდა გადაიღოს რა მოკლედ რაღაცა სცენა. ის არის ქუდი. და ეგ ისე დავიფაროთ, რომ ის ადიდასი არ გამოჩნდეს. ჩაიცმე? ჩავიწვევდი. ზედას მივაგენი მაკფერტონში და იმ ზედასაც მოგიტან. აქ არის ჩემი გარდერობი. აბა ეს ახლა ისე ამოვედით ჩადის ციხეში, რაღაც ვცდილობთ შევკრათ რაღაც ერთგვარი კომპოზიცია, მოვიფიქროთ საბოლოო ამბავი. როგორ დამონტაჟდება ეს დაახლოებით რაღაცა მონახაზები მაქვს ახლა თავში, მაგრამ ისეთი არაფერი რაღაც რომ ნორმალური გამოვიდეს ეს პროდუქტი და არ ვიცი რა იქნება რა. ანუ მოჩვენე წამს, ანუ ის არ უნდა სარუჭკა? ქუდით არ იკითხება რა, სარუჭკა მგონი არა. ანუ მარტო ჯემპრი ქონდა. ვაფშე არ იკითხება. გადავჭერით. ვერ გადავრჩი. კლიანობაში, მაგრამ ნუ
გადავიდეთ რა. პანა. თოკო დგება სადღაც იქ, აი კუთხეში, სწორებები და მიდის იქით რა. დაიწყ. გადაღებული. გამოვაც სინით გადაუჭერე ერთ და წავა. იქ აიქნება. ორა. წავიდა კამერა. გადაღებული. ვერ ვალავ. რა უნდა ვთქვა? ერთი წუთი რა გამოდე. ზეგი მძიმე დღე იყო, გუშინ და დღეს რაღაც ცოტა ცუდად გადაება. და რა ვიცი. მომეწონა ის, რომ სამუშაო პროცესში კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. რავი, კმაყოფილი ვარ, რომ კარგი ხმა მაქვს ასე თუ ისე მიღებული ამ ფილმისთვის. რაღაცა პრობლემები გქონდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო ყველაფერი. მე ძალიან მოხიბლული ვარ, ძალიან კმაყოფილი, იმიტომ რომ გიждები ესეთ ექსტრემებზე და საინტერესო თავგადასავლებზე და თან ძალიან მაგრა დავიღალე, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო დავისვენე სხვანაირად, იმიტომ რომ რავი, სულიერი ის მივიღე. რაღაცა საზრდო. ზოგიერთი გუნდის წევრის მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ და ზოგიერთი გუნდის წევრის მუშაობით ძალიან უკმაყოფილი. გადაღების და ჩემი კონკრეტული საქმის გარდა ყველაფერზე მომიწია ფიქრი რა. ძალიან დიდი ენთუზიაზმით ამოვედი და ეხლა ეს ენთუზიაზმი გაქრა სულ და არ ვიცი რას ვიზამ მოკლედ. იმედები თითქმის გადაწურული მაქვს, რომ რაღაც ნორმალურ პროდუქტს მივიღებთ. თავიდან ნუ ტიტრი შეიძლება გაიჩნდეს და თავიდან წავედ ტექსტით, რომ ამ ტექსტს მოგცემთ, რომ აი საბოლოო ხმით ჩავწევთ და დავდეთ ამას რა. ეხლა ვამონტაჟებთ მოკლედ. ჩადისიხეში გადაღებულ მასალას. არ ვიცი ჯერ რა გამოვა. რაც ბევრი პრობლემა ჰქონდა, იქ მსახიობი გაიქცა და მთელი ამბავი იყო. არ მოჭრა. ლევანი არა მარტო მონტაჟში ძალიან გვეხმარება, იქაც გადასაღებ მოედანზე სეტზე მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ იყო ვალდებული. ძალიან მოგვეხმარა, გაათენა ჩვენთან ერთად ლამის, ამოვიდა, ჩავიდა რამდენჯერმე, ძალიან დაიღალა და გვერდში გვედგა მოკლედ. თავიდანვე ჩემს ტელეფონში შედიოდა, რომ ეს ფილმი კარგი გამოსულიყო და მაგიტომ წავედით საერთოდ გადაღებაზე და ეხლაც მთელი შემართებით მაქსიმალურად ვცდილობთ ჯგუფი რომ კარგი გამოვიდეს, საშუალო კარგი. პირველ კადრს იმის რძით რომ შედის ამ ოთახში და მიებნება ეს კადრი ხარ ეს ცნობილი. ეს გადაიტანა იქით. თვითონ ყოფოდა. აი კადრს შეწყვეტილი. დავაწყოთ რაღაცეები, ახლა არ გამოვიყენეთ მანქანის კადრები, რომელიც უცებ გადავიღეთ, როცა მსახიობი გაიქცა, რომ დავეციეთ მაშინ. არა გამოვიყენეთ დუბლიორის, ანუ ჩვენ თორნიკეს ხმის რეჟისორის კადრი. არ ვიცი, კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ საბოლოოდ რაღაცა გამოვა. მოკლედ, მოგცე, ყურადღება, ბოჯო. ეხლა თქვენ მემონტაჟებმა და ხმის რეჟისორებმა უნდა დაასინქრონოთ ეს მასალა. ანუ უნდა დაასვათ კადრი და გამოსახულება იჭრება ეს პროცესზე. ვაცრავად, კონტროლიკე. თოკო მიცის, მარიანა მიცის, ეს როგორ კეთდება, აგიხსნან ზუსტად და ერთად ჩაუჯერდით და გააკეთეთ რა. ჩემი საქმე ამ ეტაპზე აქ არაფერი არ არის და რო გაკეთდება დავიწყებ. ანუ ეხლა მუშაობს კომპოზიტორებთან ერთად რა და უნდა გავაკეთოთ ისე, რომ მუსიკასთან შეთანხმებაში უნდა ვიმუშაოთ რა.
რომ იქ ბევრი რაღაცა საერთოდ არ გვინდა ხმა, სადაც ჩაჯდება მუსიკა. ზოგი რაღაც სადაც მუსიკა საერთოდ არ გვჭირდება, იქნება ხმა და ეგეთები და მე ალბათ გვეტყვის რა უნდა ზოგადად ანუ რამე ეფექტია, რამე თუ ენდომება, არ ვიცი. რა ჯერ გავაკეთოთ შავი მასალა და მე ვნახოთ რომ ჯოკერი ხო არ გეთამაშოთ 2-2-ზე პარაში. ჰა. მე ხმეები, მე მონტაჟეებს. 50-50. მოკლედ ეს არის ჩვენი პირველი კადრი, რომელზეც ხმარდებს, ვარი და რა. შვებს და უნდა დავიწყოთ ამის განხილვა, შესწავლა რაღაცა. შენ რას ხედავ მაგ? ალბათ მიხმარდი ვიოლინოებს, ან რაღაც გაჩერებულს და რაღაც მე უკვე ნაბიჯებით რო შემოდის ეს კაცი, ალბათ რაღაცას ესეთ საკრავს შემოვიყვანდი ან ფორტეპიანოს ან რაღაცას, რომელიც უკვე ასახავდა, რომ უკვე პერსონაჟი შემოვიდა, არ ვიცი. უფრო ნელი და ესეთ მუსიკა წარმოვიდგინე. მინდა. საიდან იწყება რეალურად, იმიტომ რომ აქ ამ თემას ვრენდობ. ნერვები. გაუშვი. როგორი ინსტრუმენტი დაახლოება? ჩელო გაჩნდა. აი, ხოთ მძიმე უნდა იყოს. ეკოა, სხვა კლავიში უნდა ხო? სხვა კლავიში. არა. მოიცა, ნახე. ან ვითარდება რაღაცა და მე უცებ წყდება, ანუ ამის ბოლოში რა. ამას ჭირდება გაგრძელება. რაღაცა უნდა გააგრძელოს, ისეთი საკრავი ჭირდება, რომელიც ამის მეთოდს გააგრძელებს. დავანთ ვიოლინო და ტრიპინა ხმა არ მინდა. არა, ტრიპინა ხმას არ მოვიყან. არა, ეს ვიოლინო. რა იყო? მისმე სადამდე არის აბა შერჩეული მითხარი, ანუ 10 ყოფილი სადამდე არის. აი აქიდან ხო? პირველ რიგში ეს შავი მონტაჟი მიდის, რომ ხმა დავასინქრონოთ ვიზუალს, შემდეგ უკვე წავა ეს კოსმეტიკურად მოჭრები და ასე შემდეგ და ბოლოს წავა უკვე ხმის მასტერინგი. ყველას გვაქვს ჩვენი საქმე, ვართ აკავებულები ამითი და საინტერესოდ კეთდება ეს ყველაფერი და ძალას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ კარგი გამოვიდეს ეს ყველაფერი. აქედან შეუბრალში. ეგ დაიმოწვა. რა მისწორდა? ნათია უკვე მუშაობს, ერთად მუშაობენ, წერენ მუსიკას, მეც მომიწევს დაწერა და რა ბოლოს გამოიტანს. ხავთარაძე განაჩენს, რომლის უფრო უკეთესი იქნება, იმას გამოიყენებს რა. რა ვესტები მაქსიმუმი გავაკეთო მეს და რა ვიცი, კარგად მედიან ჯეჯობით, მე მომწონს ნათია თამაშობარი, კარგი. ამ შემთხვევაში მე და ირაკლი ვართ კონკურენტები და ხავთარაძეზეა დამოკიდებული, ვის მუსიკაც მოეწონება და დაუჯდება ჭკვაში, იმას დატოვებს თავის ყვარდამიშლის. მოკლედ ახლა ვაკეთებთ ფერის კორექციას. გვეხმარებიან. და ცოტა განათება არ იყოს კარგი. სულ ოდნავ დაჭირდება. ხავთარაძემ მოგცა უკვე დამონტაჟებული ყიხარი, თავის რაც გადაიღო ფასანაუში და არის რაღაც კადრები ამოსანათებელი, კონტურები არის გასასწორებელი. და ანუ მთლიანობაში შეიკრას რა ეს ფერი და რო არ იყოს ესე ალაგ-ალაგ გადაღებული კადრები, რა ჩვენ შემთხვევაში ნაჰარო გადავიღეთ, მაშინ იყო პრობლემა და აქ იმენტი აღარ იქნება. დავაკახე. აი ნახე. вообще სხვადასხვა ტონი. ახლა ეს ტონი არის გადაგება. ახლა ეს ფლელობაში დაათავეთ ფერი. ხო. არასდროს არ მიმუშავე ამ პროგრამაში და ახლა პირველად ვუყურებთ რა საკეთებია. ფერი უნდა დავაბალანსოთ წესი.
საკმაოდ საჩალიჩოა. ანუ ჯერ ესეთი მათ დაჭრილი მოიტანა. ანუ ეს მთლიანად სცენებად დასაჭრელი წარმოიდგინა, იმიტომ რომ ერთ ფერსო დაადე. მეორეზე გადააждდებოდა ყველაფერი, ის უნდა ჭრა. ანუ მე მონტაჟი უნდა დაჭრას ის, და ისეც უნდა მოვიდეს ფერზე. იმას მე სათითაოდ სცენება თუ გეთება ფერი. და აქ არის პრობლემა განათება. იმიტომ სიბნელეშია გადაღებული და განათება ნაკლებია. მაგრამ ფერის კორექცია შველის ეგეთ რაღაცებს საერთოდ და მე მგონი ამოვუწევთ. ანუ შემდეგისთვის კარგი იქნება რომ წაიღოთ უფრო მეტი განათება. ეხლა მე და ირაკლი მოვუსმენთ ჩვენი დოკუმენტური ფილმისთვის დაწერილ მუსიკას, რომელიც ირაკლიმ დაწერა, ცალკე, მე და ნათიამ ერთად გავაკეთეთ, ანუ გვერდზე ვიჯექი და ირაკლი თავისთვის აკეთებდა რა მოკლედ სახლში და მოვუსმენთ რა. ძალიან დიდი მუსიკა ორკესტრი არის ძალიან. ნუ ისე რომ მომხდარ იყო რომ ქავთარაძეს დრო გამოენახა და ჩემთან ერთად დამსდარ იყო და იმუშავა, ალბათ უკეთესი ვარიანტი იქნებოდა და უფრო უკეთესი შედეგიც იქნებოდა რა. მაგრამ ესე ვერ მოხერხდა. რა ვიცი, ნათიას მუსიკა ნამდვილად კარგი არის და კარგი გამოვიდა და მისაღები იქნება ჩემთვის რომ ნათიასი დაედოს ამ შემთხვევაში. მოგესალმებით ყველას. მიხარია კვლავ თქვენი ნახვა. იყო ასეთი დავალება, უნდა გადაგეგოთ პატარა მოკლე ფილმი, დოკუმენტური ან მხატვრულ დოკუმენტური. დღეს იქნება გიორგი ქავთარაძის ფილმის ჩვენება, რომელმაც ეს დოკუმენტური ფილმი გადაიღო ფასანაურში, მე რამდენადაც ვიცი ხო, სწორი? და ისიც ვიცი რომ იყო ძალიან ბევრი პრობლემა. მსახიობთან დაკავშირებით, პირობებთან დაკავშირებით. როგორ გაართვით თავგიო? შედეგით ძალიან უკმაყოფილო ვარ მიზეზების გამო. 10% არის. იმისი რაც გვინდოდა გაგვეკეთებინა, 10% ალბათ. მოკლედ შენიშვნები ფილმთან დაკავშირებით თუ ვინმეს ექნება, ფილმის ნახვის შემდეგ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩვენი კომენტარები გამოვთქვათ. მზად ვართ? სანახავად? ძალიან კარგი. მარტოობა მთავარი მიზეზი, რის გამოც მივდივარ. მალე მოთხოვს. შედალოჩილო, გაიდარი რა. მერტო დარიქებარეს, მერტო. შენოგეთეს. ესეც ასე ფილმი ვნახეთ. ახლა შეფასების დროს დგება. ვინ გამოთქვამს აზრს? გიყურებ უკვე ბოლო 10 წამი, ამიტომ უნდა დაიწყო. ცოტა რთული არის, შევაფასო, იმიტომ რომ ვესწრებოდი ყველაფერს. რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას, რომ ანუ ვერ ხვდები რაზე არის, ანუ უნდა მიხვდესავით, ანუ არ არის მოყოლილი ამბავი ჩემი აზრით.
ამბის შემკვრელი სცენები აკლია რამდენიმე. მარტო იყო ნაჩვენებთლიანი ყოფის მარტო ერთი ფილმი რაზე იყო გიორგი, ანუ ხო ამ კაცის ყოფაზეა თუ კონკრეტულ დღევანდელობაზეა თუ მე ამას არ უყურებ როგორც ფილმს. ანუ შეკრული დრამატურგიულად ეს არ არის და ვერ ფიზიკურად არ მოხერხდა უკვე, იმიტომ რომ რეალურად უკვე დავიწყე იმის მონტაჟი, რაც მასალა გქონდა ჩვენ. მომეწონა ეს ფილმი და მუსიკა ძალიან. და ნათიას მინდა უთხრა მადლობა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მუსიკაა. მე როგორც ჩვეულებრივი მაყურებელს რო შემეხედა, მართლა ვიფიქრებდი იმას, რომ აქ არის სიმარტოვეზე საუბარი და აქ არის დრამა ერთი ადამიანის ცხოვრებაზე, რომლის ცხოვრებაშიც არაფერი არ ხდება და სწორედ ეს არის დრამა, რომ არაფერი არ ხდება რეალურად. რეალურად პერსონაჟი არის თვითონ ძალიან საინტერესო ტიპი, რომელიც რჩება მარტო სოფელში. ტიპი არის, რომელიც იბრძვის რაღაცა მიზანისთვის და რაღაცა სიმაღლისთვის. თვითონ ამ ადამიანმა ითამაშა რეალურად კამერასთან რაღაც საოცრად. მეორე დღეს სხვანაირად წავიდა ყველაფერი და ესე შევაფასოთ, რომ აღარ უნდა დაუშვათ იგივენაირი შეცდომა და მორჩა. მოკლედ მეგობრებო, თქვენ უკვე იმუშავეთ ქავთარაძესთან და დადგა დრო, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ ჩემთან. და რახან თავისუფალი თემა გქონდა და რახან თქვენ დოკუმენტური გადაიღეთ, ძალიან რო არ წყენოდა ქავთარაძეს და ძალიან რო არ ამოვარდნილიყავით, ასე ვთქვათ. გადავწყვიტე, რომ მეც დაახლოებით ან დოკუმენტური რაღაც გაგვეკეთებინა, ოღონდ პორტრეტი და ის არა. GDS-ზე რო გადის გადაცემა ლეგენდა, ყველამ ვიცით ხო? რაზე არის ხო ვიცით? უცხო პლანეტელებზე რაღაცა სულებზე და რაც პარანორმალურ მოვლენებზე ეს გადაცემა. და მე კნოპკა მიცის უკვე, და კნოპკას ძალიან მიყვარს, რომ ამ ყველაფრის არ მიჯერა. არც სულების, არც უცხო პლანეტელების და არც პარანორმალური მოვლენების, იმიტომ რომ კნოპკაზე პარანორმალური მოვლენა რა შეიძლება იყოს, რა შუაში ახლა ეს გადაცემა. Discovery-ზე რო გადის ლეგენდების მრღვეველები რო ქვია, ნანახი გაქვს? რაც აიღებენ ძალიან რაც ფიზიკის კანონს და სიტყვაზე იმას ამბობენ, ანუ ანგრევენ და ასე შემდეგ. ანუ დაახლოებით მინდა რომ ჩვენც ეგეთი რაღაც გავაკეთოთ. ჩვენ უნდა გავაქარწყლოთ ეს იდეები, დავარღვიოთ და დავანგრიოთ და ჩვენი გამოკვლევა ჩავატაროთ დამოუკიდებელი. დავსხდეთ ყველამ ერთად, ვუყუროთ რამდენიც არის იმდენის გადაღებული და რომელიც უფრო საინტერესო გამოსაკვლევი მოგვეჩვენება, იმის მიხედვით ავირჩიოთ თემა და შევუდგეთ მუშაობას. აი, წავედით ახლა ვუყურეთ გადაცემას, წავედით. ყურადღებით უსმინეთ და უყურეთ და მე უნდა ვიპოვოთ აქ ის ხელმოსაჭიდი, რისი მეშვეობითაც დავამტკიცებთ, რომ ეს ლეგენდა არის ტყუილი. იყვნენ სპორტულ კომბინეზონში ჩაცმული, შავი ფერის, დავარკვიეს სიბნელეში მომწვანო ფერის კიდურები. სადაც დაინახა ეს სამი არსება მაშინ პირველად იქ ტყეში. მაგმიდამოებში იყო ნათებები, ქალაქიდან შეტყობინებები, მაგ პერიოდში რაღაც ანათებს, რაღაც ვიფრინავს, რაღაც მოფრინავს. აქ ამ ფილმში ძალიან ცოტა ფაქტია იმისთვის, რომ ვიღაც დაარწმუნო, რომ მართლა არსებობს. ამიტომ ჩვენ უნდა წავიდეთ და უნდა მოვიძოთ უფრო მეტი ფაქტი. ამოვედით, ვიწყებთ დაბანაკებას. ცოტა ქვემოთ მოხდა ის ამბავი, მაგრამ აქიდან ჩანს კარგად. თუ რამეა მთელი სივრცე კარგად გამოგვიჩნდება. მე ამჯერა და ჩემი აზრით ყვილად ვარ აქ საქმურად და ვიყინებით. ვინადა? მე მგონი ისეთი მასალა გვაქვს, რომ თქვენ დაგაინტერესებთ ძალიან. შვენივრად ვერთობთ. ავაიმე მინები, ვაიმე გეხოცები კნოპკა. სადაინო? ვიღაცა ხადაო?